Liberty Bank-მა და არასამთავრობო ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის შშმ პირთა უფლებების გაეროს კონვენციის შესაბამისი სტანდარტის დანერგვა დაანონსეს და საზოგადოებას მისაწვდომობის შეფასების ანგარიში გააცნეს. ახალი მრავალეტაპიანი პროგრამის მიზანი შშმ პირთათვის მომსახურების და საბანკო პროდუქტების მისაწვდომობის გაუმჯობესებაა. კერძო სექტორსა და კომერციულ ბანკებში შეფასების საერთაშორისო მეთოდოლოგია პირველად იქნა გამოყენებული. ამიტომ Liberty-მ აღნიშნული პროცესის წარსამართად მოიწვია ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოება და უშუალოდ შშმ პირები. ექსპერტების ჯგუფმა იხელმძღვანელა რამდენიმე მსგავსი მეთოდოლოგიით და ანალოგების სინთეზით შეიქმნა საფუძვლიანი ანგარიში, რომელიც ბანკში შშმ პირთა გაუმჯობესებულ მომსახურებას შეუწყობს ხელს. შეფასების დოკუმენტის საფუძველზე შეიქმნება Liberty-ს სამუშაო გეგმა, რომელიც შშმ პირებისთვის მისაწვდომს გახდის საბანკო მომსახურებას. მომსახურების სტანდარტები კი სრულად იქნება მორგებული შშმ პირთა გაეროს კონვენციის სტანდარტებს. ნებისმიერმა შეზღუდულმა შესაძლებლობის მქონე პირმა უნდა შეძლოს დამოუკიდებლად Liberty ბანკის სერვისის მიღება, მას არ უნდა დაჭირდეს მესამე პირი და სწორედ ამას ემსახურება მთელი ეს პროცესი, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ, როდესაც გაქვთ რაღაცა კონკრეტული, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანი ხართ, კონკრეტულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, დამოუკიდებლად მოხვიდეთ Liberty ბანკში და შეძლოთ ყველა იმ ოპერაციის შესრულება, რაც არის შესაძლებელი. ჩვენ ვეცდებით, რომ ძალიან მალე ყველა სერვისი, რაც კი Liberty ბანკს გააჩნია, ის იყოს ადაპტირებული და მორგებული სწორედ ამ ადამიანების საჭიროებებზე. ჩვენი მთავარი მიზანია შევქმნათ თანაბარი შესაძლებლობები ყველა ადამიანისთვის. ბანკი დაგვიკავშირდა ჩვენს ორგანიზაციას და გამოხატა სურვილი, რომ პირველ რიგში შეეფასებინა სად იყო მისი მომსახურება, რა ესე ვთქვათ ნაკლოვანებები ჰქონდა, რა იყო გამოსასწორებელი ნაწილი და ამის შემდგომ მათ სურდათ რომ მთელი რიგი ღონისძიებები დაეგეგმათ. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი ექსპერტული ცოდნა, შევამოწმეთ Liberty ბანკის რამდენიმე ფილიალი, მათ შორის რეგიონებშიც და მოვუმზადეთ ანალიტიკური დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ბანკმა დღეს იცის, რა არის მისი ძლიერი მხარე, სად აქვს აბსოლუტურად ესე ვთქვათ სწორი პოლიტიკა, სად არის გამოწვევები. ინფრასტრუქტურული თუ თქვათ მომსახურების ნაწილში. რა უნდა გააუმჯობესოს, დღეს გვექნება სწორედ ამ შეფასების პრეზენტაცია და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, შეფასება არ არის ის, რითიც დაიწყო და დასრულდა, მათ აქვს სურვილი, რომ შექმნან ძალიან კონკრეტული გეგმა, რომლითაც ეცდებიან, რომ მათი მომსახურება იყოს უფრო ინკლუზიური და მიზანი ერთადერთია, რომ შეზღუდულ შეძლოს მქონე ადამიანს დაბრკოლების გარეშე. ეს დაბრკოლება იქნება ფიზიკური თუ იქნება მენტალური, შეეძლოს შევიდეს ყველგან, ისარგებლოს მომსახურებით, თავი იგრძნოს ღირსეულად და თანასწორად. ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფრის, ანუ იყოს ადაპტირებული გარემო და დახმარების გარეშე შევძლო სერვისების სარგებლობა. Liberty ბანკი არის ადაპტირებული და რომელი ფილიალებითაც სარგებლობ მე, ანუ ყველა არის ადაპტირებული და როგორც ვიცი, ახლა თითქმის ყველა ფილიალი იქნება შშმ პირებისთვის მაქსიმალურად ადაპტირებული და ხელმისაწვდომი. და კარგი იქნება თუ სხვაებიც მიბაძავენ და ანუ ყველასთვის ანუ შექმნიან შშმ პირებისთვის ადაპტირებულ გარემოს.